მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ ამ არხის შემქმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში მე მქონდა საუბარი ქსელურ მარკეტინგში პირველ ნაბიჯებზე. დღეს კი ვისაუბრებ თუ როგორი ტიპის კომპანიები არსებობს ქსელურ მარკეტინგში. დავიწყებ იმით, რომ ძირითადად არსებობს სამნაირი სტრატეგიის კომპანია. პირველი ეს არის, როცა მხოლოდ პროდუქტებზეა ორიენტირებული, მეორე, როცა მხოლოდ რეკრუტინგზეა ორიენტირებული და მესამე, როცა ჰიბრიდული მოდელით მუშაობს, ჰიბრიდული სტრატეგიით, როცა ეს ორივე მომენტი დაბალანსებულია. პირველ სტრატეგიას უწოდებენ პროდუქტ-ცენტრიზებულ ქსელურ მარკეტინგს, რასაც აქვს თავისი პლუსებიც და აგრეთვე აქვს თავისი მინუსებიც. მაგრამ ძირითადად ესეთი მოდელი გრძელვადიან გეგმისთვის სუსტია. რა არის მისი პლუსები? კომპანიის გამჭვირვალობა. შემოსავალი მხოლოდ პროდუქტების გაყიდვიდან მოდის. მეორე, პარტნიორები სწავლობენ გაყიდვებს და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მაგარი უნარჩვევაა იმ კუთხით, რომ ეს ნებისმიერ ბიზნესში გამოადგებათ. რა არის ახლა მინუსები? პირველი, ეს არის, რომ ლიდერების ზრდა ნელდება. რადგან ადამიანები მხოლოდ პროდუქტების გაყიდვაზე არიან ორიენტირებული და არა გუნდის შექმნაზე. მეორე, შემოსავალი მეტწილად აქტიურია, რადგან თუ არ ყიდი პროდუქტებს, შემოსავალიც არ მოდის. მესამე, გუნდის მოტივაცია ძალიან დაბალია, რადგან მხოლოდ პროდუქტების გაყიდვა აღიარებული, ხოლო პარტნიორების განვითარება არა. მეოთხე, იკარგება გამრავლების ეფექტი, რაც ქსელური მარკეტინგის რეალური ძალაა. აგრეთვე, როცა რეკრუტინგის სტრატეგიითაც მუშაობს მხოლოდ კომპანია, ამასაც აქვს თავისი როგორც პლუსები, ისევე მინუსები. პლუსები რა არის ახლა? პირველი, სწრაფი ზრდა. თუ სისტემა კარგად მუშაობს, გუნდიც და შემოსავლებიც სწრაფად იზრდება. მეორე, პასიური შემოსავლის პოტენციალი. თუ გუნდი სწორადაა გაწვრთნილი, ისინი განმეორებით შემოსავალს ქმნიან. მესამე, ლიდერების ზრდის გარემო. მუდმივად ხდება ლიდერების ძებნა და მათი განვითარება. მეოთხე, ენთუზიაზმი და დინამიკა. ახალი ხალხის შემოსვლა გუნდს მოტივაციას მატებს. აქ ვიტყვი იმას, რომ მხოლოდ რეკრუტინგი ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი რაღაც ჰაერში ისვრის ფულს და პროდუქტებს არ ყიდულობს. არა, აქაც ყიდულობს პროდუქტებს. ახლა რა აქვს მინუსები ამას? პარტნიორები შემოდიან მხოლოდ და მხოლოდ ფულის მოტივით. ანუ მათ სურვილი აქვთ სწრაფად გააკეთოთ ფული და საერთოდ არ აქცევენ პროდუქტს და სერვისს ყურადღებას. მეორე, ქსელში ადამიანების შენარჩუნება დაბალია, რადგან ვინც ვერ შოულობს სწრაფად თანხას, ის ჩერდება. მესამე, ბიზნესი არასტაბილურია, რადგან სტაბილური პროდუქტის გაყიდვის გარეშე ხშირად სისტემა იშლება ხოლმე. ახლა კი ვთქვათ უკვე ჰიბრიდულ სტრატეგიაზე. ეს არის ქსელურ მარკეტინგში ყველაზე მეტად დაბალანსებული და მდგრადი სტრატეგია, რომელიც აერთიანებს პროდუქტის რეალურ ღირებულებას და გუნდის შექმნას. მისი მიზანია შექმნა სტაბილური მომხმარებლები და აგრეთვე პარალელურად გაზარდოს ლიდერები, რაც იძლევა როგორც აქტიურ შემოსავალს, აგრეთვე პასიურს. წინა ორი სტრატეგიისგან განსხვავებით, ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის აქ. ეს არის სასწავლო სისტემა, რაც სწორედ ლიდერების წვრთნას უწყობს ხელს. ქსელური მარკეტინგი მარტო ამ ადგილს, სულ თავი გავანებოთ ბიზნესს და ყველაფერს გავანებოთ თავი. შენი სწავლი აქვს ბარიერების გადალახვას, აგრეთვე შიშების დაძლევას, გაყიდვების უნარჩვევებს გამოიმუშავებ. კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ შენ გუნდის მართვას ისწავლი ლიდერობას და არა დირექტორობას და წარმატებული ადამიანის აზროვნებას ჩამოიყალიბებ. მე მიხარია, რომ ასეთ სისტემაში ვარ, რამაც უამრავი უნარჩვევა განმივითარა, რაც ნებისმიერ თემაში და ნებისმიერ სიტუაციაში მადგება. სხვათაშორის რობერტ კიოსაკი თავის წიგნში მდიდარი მამა, ღარიბი მამა, რაც ბესტსელერია, ურჩევს ადამიანებს სწორედ ამ სკოლას, რომ გაიარონ. ვისაც არ გაქვთ ეს წიგნი წაკითხული, წაიკითხეთ, ძალიან ბევრ სასარგებლო რჩევას მიიღებთ და დიდ ფინანსურ განათლებას. დღეს ეს იყო რაც მინდოდა ამ ვიდეოთი მეთქვა. შემდეგი ვიდეო იქნება თემაზე, თუ რომელ კომპანიაში ვაკეთებ მე ბიზნესს. მადლობა ყურადღებისთვის, დაელოდეთ ჩემს ვიდეოებს, მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.